ცოცხალი ჯაჭვი დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეიკრება გორი, კახეთი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის თავზე მოქალაქეები ერთობის ჯაჭვით დღეს კიდევ ერთხელ ეტყვიან არას ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიულ და პრორუსულ პოლიტიკას. ცოცხალი ჯაჭვისთვის უკვე ემზადებიან გორში, ნაომარი ქალაქი 2008 წლის შემდეგ ცოცხალ ჯაჭვს ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ შეკრავს. რა ხდება ადგილზე და როგორია მოქალაქეების განწყობები გორში, გიორგი ახალკაცი გვეტყვის ამას პირდაპირ ეთერში. ნათია, გორში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრება ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ზუსტად 16 წლის წინ საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბები ცვიოდა. ეს არის ქალაქის ყველაზე დიდი ქუჩა, საუბარი არის სტალინის ქუჩაზე. ზუსტად 3 საათზე დაიწყებენ ადგილობრივები შეკრებას და გააკეთებენ ცოცხალ ჯაჭვს. ისინი ამ ფორმით მშვიდობიანად მოითხოვენ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები, ასევე გაათავისუფლოს უკანონო პატიმრები და მოხდეს იმ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების დასჯა, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მომიტინგეებს. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც გორელები ხელი-ხელ ჩაკიდებულები დადგებიან ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. ასეთი აქცია გაიმართა 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინ როდესაც ოკუპანტი შემოიჭრა საქართველოში. ახლა კი გორელები გააპროტესტებენ საკუთარი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ყოველგვარი საომარი მოქმედებების გარეშე აბარებს ამ ქვეყანას ოკუპანტ რუსეთს. ამ ქალაქის მცხოვრებლებმა კარგად იციან რუსული აგრესია და ისინი ამბობენ, რომ არასოდეს არ შეეგუებიან მონობაში ყოფნას. ეს არის ის ადგილი, რომელიც 2008 წელს იბომბებოდა. შესაბამისად ავარჩიეთ ზუსტად ეს ცენტრალური გამზირი ჯაჭვისთვის, რომ სიმბოლური ყოფილიყო იმისთვის რუსებმა რა გააკეთეს ქალაქ გორში და საქართველოში. ეს არის ყოფილი პოსტის შენობა. ამ შენობიდან დაიწყება ჯაჭვი და გაგრძელდება მთლიან გამზირზე და მივალთ ეგრეთ წოდებული სადგურის ხიდთან. ეს ჯაჭვი მთლიანად აი ამ გამზირს მოიცავს და შესაბამისად გავაპროტესტებს უზურპატორი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს. გავაპროტესტებთ იმას, რომ დაკავებული არიან ადამიანები სამშობლოს სიყვარულისთვის და თქვენი ვიცით, რომ გორიდანაც არის დაკავებული ანატოლი გიგაური და ვეფხია კასრაძე. ერთობის ჯაჭვი, რომელსაც რა თქმა უნდა უერთდები ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად და მე მინდა უთხრა იმ ქოცებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თურმე ბავშვებს ვრთავთ ამ პროტესტში, არა, იცოდეთ, რომ ამ ბავშვებს თქვენზე მეტად უყვართ ეს ქვეყანა, ამ ბავშვებს თქვენზე მეტად შესტკივათ, ამ ბავშვებს თქვენზე მეტად უნდათ ევროპაში წასვლა და ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება. ასე რომ ჩვენ შვილებთან ერთად ვიბრძოლებთ, არ დაგითმობთ და ეს ბრძოლა იქნება მართალია არათანაბარი, მაგრამ რა თქმა უნდა ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდება აუცილებლად. გორის მთავარ გამზირზე, რომელიცაც ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის სახელი აქვს, დღეს შეიკრიბება უამრავი ადამიანი და ისინი აი ამ ფორმით მშვიდობიანად ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოხატავენ საკუთარ პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს იქნება ერთგვარი მადლობაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რადგან აღსრულდა ნება ქართული ერისა და დასანქცირებული არის ახლა უკვე პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.